მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე გაგაცნობთ. TBC კაპიტალის ინფორმაციით ნოემბერში მომხმარებელთა უნახდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. TBC ბანკის არხებით დასვენების სექტორში, კერძოდ სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 32%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. ამასთან მიმდინარე წლის ნოემბერში რესტორნებში უნახდო დანახარჯები წლიურად 34%-ით არის გაზრდილი, ხოლო არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. როგორც ირკვევა, ნოემბერში მომხმარებლებმა ტანსაცმლისა და აქსესუარებზე 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 23%-ით მეტი დახარჯეს. შავი პარასკევისა და სეზონური ფასდაკლებების გამო საგრძნობი თვიური ზრდები დაფიქსირდა ტანსაცმლისა და აქსესუარების, ასევე ელექტროტექნიკის, ფარმაციისა და პირადი ჰიგიენის უნახდო დანახარჯებში, ნათქვამია TBC კაპიტალის პუბლიკაციაში. რა აძვირებს სურსათ საქართველოში? ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნიდან მე-13 წელს ეხლა ერთხმად აცხადებს, რომ ფასნამატი სურსათზე ძალიან მაღალია და საქართველოს საზღვრიდან დახლამდე 86%-ით იზრდება სურსათის ღირებულება და ამ ფასნამატში არ შედის არც იმპორტის და არც DGG-ს გადასახადი. მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის მერყეობა დაახლოებით 30-დან 40%-მდეა. როგორ დგება სურსათზე ფასნამატი და ზოგადად როგორ იბეგრება სურსათი საქართველოში და ასევე მაგალითად მოყვანილ ევროპის ქვეყნებში. საკითხის გაანალიზება შევეცდებით დღეს საქმის კურსში. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი შემოგვიერთდება 15 საათზე და 30 წუთზე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სურსათის გარდა ფასები მაღალია ფარმაცევტულ სექტორშიც და მიმართულებითად ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. კობახიძე ამბობს, რომ მთავარია დადგინდეს სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება. ტელეიმედში სტუმრობისას კობახიძემ გერმანიის მაგალითი მოიხმო და თქვა, რომ იქ ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ ერთ ქალაქში ერთზე მეტი აფთიაქის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დაშვებული. მისი თქმით, შესაძლებელია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებაზეც ფიქრი, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, ეს გარიგებები აღიკვეთოს. გვიშინ პრემიერს არაფერი უთქვამს რეფერენტულ ფასებზე, რომლითაც 2023 წლიდან მედიკამენტებზე ფასების ზედაჭერი განისაზღვრა, რა მოგვიტანა ამ რეფორმამ და შემცირდა თუ არა წამლის ფასი საქართველოში და რატომ ჩნდება კითხვები მედიკამენტების ჭარბ ფასნამატზე, თუ ფასის ზედაჭერს უკვე რამდენიმე წელია თავად სახელმწიფო განსაზღვრავს. ანუკა ჯოხაძე ცდილობს შეფასებების მოსმენას, რომელსაც შემდეგ გამოშვებებში გაგვიზიარებს. ნოემბერში იპოთეკური დაკრედიტება გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ნოემბერში საქართველოში 4458 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 451 მილიონი ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების ღირებულება 17%-ით არის გაზრდილი. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა სექტემბრამდე ძირითადად შემცირების ტენდენციას ატარებდა. სექტემბრიდან კი წლიურ ჭრილში ახალი სესხების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ჯამურად 11 თვეშიც ახალი იპოთეკური რაოდენობა 46761 შეადგენს, რაც 4277 იპოთეკური სესხით უფრო ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ კრედიტებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დეველოპერებისათვის დაკრედიტება უკვე გაამარტივა. ასების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელთა პროექტებიც თითქმის დასრულებული აქვთ, მეტი წვდომა მიეცემათ საბანკო სესხებზე. შედეგად კი მათი მხრიდან შიდა განმარტებების გაცემა შემცირდება, რაც მომხმარებლის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. მაგალითად, თქვენ თუ თქვათ შიდა განმარტებას იღებთ, თქვათ დეველოპერთან და დეველოპერიას თქვათ ბინის დასრულების ეტაპზეა, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული შეღავათები დავუშვით კუთხით, რომ დაახლოებით 60% თუ ბინის უკვე აშენებული არის, ამ შემთხვევაში შეუძლია ბანკს რომ მოგცეთ იპოთეკა თქვენ და ეს ჯერ კიდევ მშენებარებინათ ჩაიდოს გირაოში. დაახლოებით ასეთი ტიპის ფაქტორებზე მეც საუბარი, რომ ხელი შეუწყოთ, რომ მომხმარებელს, რომელსაც თქვათ ხელი ვერ მიუწვდება ტექნიკური მიზეზების გამო იპოთეკაზე, ეს გახდეს ხელმისაწვდომი და მას ცალკე მომხმარებლები გამოიყენებენ და ვფიქრობთ, რომ ამით მომხმარებელი იქნება კიდევ უფრო დაცული ვიდრე შიდა განმარტებების შემთხვევაში. ანუ ამ შემთხვევაში თუ თქვენ აიღებთ იპოთეკას, ეს თანხა მივა დეველოპერთან და ის ამას გამოიყენებს, ასე ვთქვათ, მშენებლობის სრულად დასრულებისთვის. აისახა თუ არა რეგულაციის შერბილება სექტორზე და როგორია მოლოდინები. ნუცა შუბაშვილი გაგვაცნობს შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში.
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 4 მილიონამდე ლარის ზიანის მიყენებისთვის 8 პირი დააკავა, რომელთაც უწყების ინფორმაციით 2021-24 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს. უწყება აცხადებს, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს ათეულობით კომპანია და მათ მეშვეობით 2021-24 წლებში სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 130,000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია მოახდინეს. ხის მასალის რეალიზაციისას ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით 3.926.261 ლარის ზიანი მიაყენეს. დაკავებულებს სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში უბრუნდებით 13 საათსა და 40 წუთზე.